ზოგჯერ არგუმენტი არ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. დაიგეთ ნამდვილი არგუმენტების წონა. არგუმენტები თეასი ჭინაოსთან. ყოველ საღამოს მაესტროზე. საღამოშიდობისა. პრეზიდენტი არქიტექტორი, პრეზიდენტი მღებავი, პრეზიდენტი მრბოლელი, პრეზიდენტი მოცურავე, პრეზიდენტი პილოტი და ახლა უკვე პრეზიდენტი მსახიობი. ეს კითხვა დღევანდელი ახალი ამბის შემდეგ გაჩნდა, რაც მოგვიანებით არ დადასტურდა. რენი ჰარდლენის ფილმის პრემიერა მალე შედგება, მაგრამ საუბარი დღეს ამ ფილმზე არ გვექნება. ალბათ სოციალური ქსელის Facebook-ის მომხმარებლები შეამჩნევდნენ, რომ დღის განმავლობაში სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმ შესახებ, რომ ენდი გარსიას, რომელიც აგვისტოს 5 დღეში საქართველოს პრეზიდენტის როლს ასრულებს, თავად მიხეილ სააკაშვილი გაახმოვანებს, Facebook-ის მომხმარებელმა ეს ამბავი აქტიურად აიტაცა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია ფილმის თანაპროდიუსერმა და დიასპორის საკითხებში მინისტრის მოადგილემ ნიკა ავალიანმა უარყო. მოგვიანებით თავად პრეზიდენტის პრესპიკერი ჩაერთო ამ საკითხში და სააკაშვილის მსახიობობა კატეგორიულად გამორიცხა. ვინ გაახმოვანებს გარსიას ბოლომდე ჯერჯერობით არ არის გარკვეული, მაგრამ აქ საყურადღებო მაინც სხვა ფაქტია. ეს ახალი ამბავი თუ კი Facebook-ში გავრცელებულ კომენტარებს გადავავლებს თვალს, ეჭვქვეშ არავის დაუყენებია. რაზე მეტყველებს ეს ფაქტი, რას მიუჩვია საზოგადოება ქვეყნის პირველი პირისგან. გიგა ნასარიძე და შალვა რამიშვილი დებატებენ ერთმანეთის პირისპირ უნაკლო პრეზიდენტის მრავალხრივ პროფილზე. მე ვარ თეასი ჭინავა და თქვენ უყურებთ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები საკუთარ არგუმენტებს იცავენ. მაშასე თქვენ უყურებთ არგუმენტებს და ჩემი სტუდიის სტუმრები არიან ნიკა შალვა რამიშვილი, ჟურნალისტი და გიგა ნასარიძე, არის სამთავრობო ორგანიზაცია ახალი ხედვა საქართველოს ხელმძღვანელი. მაგრამ მე მგონი გიგა ნასარიძეს უფრო ყველაზე კარგად იცნობს ქართული ინტერნეტ სივრცის და Facebook-ის მომხმარებელი კლიჩკით კარდუ. იმიტომ რომ ძალიან აქტიურია. ლიჩკა ნიკი ალბათ გინდოდა გეთქვა. კარდუ რატო ქვია შეგიძლია მითხრა? მოდით ამაზე მერე ვისაუბროთ. არა, ძალიან საინტერესოა. მნიშვნელოვანია სააკაშვილის ფაქტორთან დაკავშირებით. დავახალისე საერთოდ არ არის. ისედაც ხალისიანი გამოგვივა, მე ეჭქვეშ არ მეპარება, არ მეპარება ამ საკითხთან დაკავშირებით. დღეს ალბათ თქვენც გაიგებდით ამ ინფორმაციას, გავრცელდა ეს სააგენტოების მეშვეობით, დაიბნა საზოგადოება და მერე სასწრაფო წესით პრესკონფერენციებიც მოეწყო განმარტება გაკეთდა რომ ეს ასე არ არის და ესე არ იქნება, რა ვიცი, საზოგადოებას ესე რომ ვთქვათ, მაინც და მაინც არ გაჰკვირვებია, არ უთქვამს რომ არ არის ეს, ჩემი აზრით საერთოდ არ არის პრობლემა, ეს არის მიშას პირადი ფილმი. თქვენ ახსენეთ ვინ არის ამ ფილმის პროდიუსერი, არის ხელისუფლების წევრი. თანაპროდიუსერი. ხო, ვინ დააფინანსა ეს ფილმი? პრობლემა რა არ არის ისა? ეს არის მიშას პირადი ფილმი. პირადი ფილმი რას ნიშნავს? გეტყვით, თანაპროდიუსერი არის ხელისუფლების წევრი, ერთ-ერთი. თქვით ვინც არის, ხო? მინისტრის მოადგილეა. ვინც დააფინანსა ეს ფილმი არის დეპუტატი, პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან, მე გულისხმობ ნაყოფიას. ეს არის თავიდან ბოლომდე მიშას შეკვეთილი კინო, ხო? და ეხლა სამ ტანცვით, სამ პაიოთ, სამ ბილეტი პრადაიოთ პონტია და რატო არ უნდა გამოვიდეთ? გაახმოვანოს არ არის პრობლემა. არანაირი პრობლემა არ არის. ნუ არ ვიცი ხა გიგა თავის ფილმი არ ვიცი რამდენად მიშას სააკაშვილის პირადი ფილმია. მე ხო თქვი არგუმენტები მოიყვანეთ. ხო, არა, ვცდილობ რომ გავცე არგუმენტებს პასუხი. მე არ ვიცი რამდენად მიშა სააკაშვილის პირადი ფილმია, როგორც პროდიუსერები, თანაპროდიუსერი ერთი არის კი ბატონო, ხელისუფლების წარმომადგენელი, მაგრამ სხვა პროდიუსერები მე მგონი არ არიან. ნაყოფია არის. სხვა პროდიუსერები არ არიან, მეთქი პროდიუსერი. დამფინანსებელია. ხელისუფლების წარმომადგენლები, მხოლოდ ერთი თანაპროდიუსერია. ნაყოფიამ ჩადო ფული თქო მაგას. მესმის. ნაყოფია ხო არის ხელისუფლების წარმომადგენელი. ფული ვის ჩადო ის ხო ხელისუფლების არა, პროდიუსერებიდან დაიწყე, შემდეგ მინდა რომ პროდიუსერებზე ვისაუბრო ცოტა ხანი. და მე გადავიდეთ ვინ დააფინანსა, არ ვიცი ვინ დააფინანსა ზუსტად. არა, ყველა მის შეიძლება ყველა მიცის, მაგრამ მე არ ვიცი ვინ დააფინანსა. დაუშვათ დააფინანსა. ხელისუფლების ფული, ანუ დაუშვათ დააფინანსა. სახელმწიფო ბიუჯეტის ფული ამ ფილმში არ ყოფილა. არ არის სახელმწიფო ბიუჯეტის ფული. მე ვადასტურებ რა ნაყოფიას ფული. და მე რა? ხო, არაფერი, ეს არის მიშას ეს არის მე მაქვს, აი ეს ყოველივე რომ თანაპროდიუსერი არის ესა მინისტრის მოადგილე და ნაყოფი არის უმრავლესობის ლიდერი. ლიდერი არა, წევრი, ლიდერი არ არის. ლიდერი არ არის. ხო, ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ ეს არის მიშას ფილმი. ნუ ხო, მაქვს ამის ლეგიტიმური ეჭვის. რა თქმა უნდა. ეს ხაერზე ხო არ? რა თქმა უნდა, მაგრამ საუბრობდით
როლის გახმოვანებას, ხო? გაუკვირდა, არ გაუკვირდა, არა, როგორ არ გაუკვირდა, მე მაგალითად ვაკვირდებოდი იგივე ფორუმ გეზე, ძალიან გაუცებული ადამიანები პოსტავდნენ იქ, რომ მივედი, იმდენადაც რომ როცა უკვე უარყვეს ეს ინფორმაცია, მერეც აგრძელებდნენ იგივეს მტკიცებას, რომ როგორ შეიძლება და ასეთი რატო როგორ შეიძლება? ასეთი რამ არავის არ გაუგიო და ამიტომ თითქოს არავის გაკვირვებია არ მგონია ასეთი რამ მომხდარიყოს პირიქით, მე პრობლემა ძალიან გაუცებული იყო. რომს აი, შალო ვერ ხედავს პრობლემას, მოიცა გიგა ხედავს თუ არა პრობლემას არა, პრობლემა საერთოდ არ არის. გაგიკვირდა? არა, არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ეგრევე მაშინვე მივხვდი რომ ეს ასე არ იქნებოდა. შეუძლებელია ყოფილიყო. თუმცა რომ იყოს ხშირად გვხვდება სოფლიო პოლიტიკაშიც მოქმედი პოლიტიკოსები ახმოვანებენ როლებს, თამაშობენ, იღებენ ეპიზოდურ როლებში, პრეზიდენტები, ახლა მაგდონეზე ჯერ ვერ ავიდნენ, მაგრამ გუბერნატორი მაგალითად შვარცენეგერი, გუბერნატორი თამაშობს ტერმინატორი არა, ტერმინატორი 4-ში. არა, არ იყო მაშინ ჯერ გუბერნატორი. ტერმინატორი 4-ში ითამაშა. აღარ იყო. გაქვს ტერმინატორი 4 ნანახი? მე რიგ შვარციკა არის. ხო და გუბერნატორი აღარ არის. 3-ში? 3-ში არ უთამაშა. რა გინდა? ითამაშა სტალონეს ფილმში ეპიზოდური როლი, როცა გუბერნატორი. იქ რო შემოვიდა, მაგარი კინო არის. და რა არის პრობლემა? არ არის პრობლემა, კაცო, ეს არის მიშას კინო. რეიგანის პრეზიდენტი ისა მსახიობი იყო ხო თავი? არა, ეს უცოდი მაგალითია, იმიტომ რომ რეიგანი ჯერ მსახიობი იყო და უკვე ეს ფილმი არის თავიდან ბოლომდე პროპაგანდა. სხვა შორის ვინც ნახა ეს ფილმი? ვინც ნახა ეს ფილმი? არ არის აქტუალებული. ბოროტიანები ამობენ რომ მიშას არ არის აქტუალებული, არის B კატეგორიის ბოევიკი, ლენი ხარლმა წაიხალტურაო, ამბობენ, ნახოთ ფილმი და გამოვიტანოთ დასკვნები, მაგრამ თავიდან ბოლომდე ჩემი აზრით, თხემი ერთამდე ეს კინო არის პროპაგანდის ნაწილი და შეუკვეთა მიშამ. ეს არის ცალსახად ჩემთვის ნათელი, ხო? და რა შესაბამისად, თუ შეუკვეთა მიშამ, რა პრობლემაა რომ ითამაშოს იქ, ან გაახმოვანოს, ან რაღაცა ბუჩკებიდან ამოხდეს პრობლემა არ არის ამის. მე საერთოდ ვერ ხედავ, ეს არ არის პრობლემატური. პრობლემატური სხვა რამე არის, რომელიც რა არის პრობლემატური? აი მაგალითად აი საკაშვილის მომხრე ძვირფას კარდუს შეძველ ნაცნობს. მინდა ვკითხო რომ მიშამ განაცხადა რომ 15-20 წელი უნდა მენტალიტეტის შესვლას, ხო თქვა? უთქვამს, დავიკითხე. კი. ეთახმები შენ ამას? საბჭოური მენტალიტეტი. საბჭოური მენტალიტეტი. მე საბჭოური არ დაუმატებია. ხო, არ ვიცი რა დაამატა, მე ვფიქრობ რომ საბჭოური მენტალიტეტი ქვეყანაში შესაძლოა. იქვე ახსენა სიტყვა ჩაცოცხულები, ხო? მიშამ, ხო და შენი აზრით, აი რას გულისხმობდა, მე ვერ გავიგე კარგად და იქნებ შენ როგორც მიშასთან კონგენიალურმა ადამიანმა, რას ნიშნავს? ჩაცოცხული ადამიანი ამ შემთხვევაში ალბათ ნიშნავს ალბათ პრეზიდენტი გულისხმობდა ძველბიჭური მენტალიტეტის ადამიანებს, რომლებიც კიდე 15-20 წელი უნდა ვებრძოლოთ, ხო აღარ არის ეგავს. როგორ არ არის? ბირჟაზე რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ მინახავს. სად არის ბირჟები? მე აღარ არის, ჩემ უბანში აღარ მხვდება. მე მხვდება ჩემ უბანში მაგალითად, ჩემ სოლოლაკში. მე 22 და მაგის ჯანი. დარეკენ მოვლენად მინახავს. ბირჟაზე მდგომი ადამიანები პოლიციამ დააკავოს. და ეს პოლიცია ამას ვერ დააკავეს, იმიტომ რომ ისინი კანონი არ არის. კანონი დაირღვა რა, ამიტომ 22-ს ვერ დაურეკავს. კანონი დაირღვა რო იქნება. არა, რა თქმა უნდა არ დაირღვა, მაგრამ ანუ ჩვენ უნდა რაღაცნაირად მოახდინოთ იმ ადამიანებს ზეგავლენა, რომ ისინი არ იდგნენ ბირჟაზე. რაც არის ქვეყნის ბირჟაზე დგომა არის ქვეყნის წინსვლის შემაფერხებელი? არა, შემაფერხებელი არის, მაგრამ მოგეხსენებათ, ცუდია, როცა ახალგაზრდები იმის მაგივრად, იმის ნაცვლად რომ ისწავლონ, იმუშაონ, გაერთონ თუნდაც კარგად და ლეგიტიმურად უსაქმურობენ ბირჟაზე. უსაქმურობენ ამ შემთხვევაში. ხო შეიძლება რომ უცხოეთში კარგი პროდუქტი ხო შეუძლია ახალგაზრდას შექმნა? უცხოეთში ხარ ნამყოფი? არა, სამწუხაროდ არა. მე ვარ ნამყოფი შენგან განსხვავებით და ვიცი რომ ძალიან ბევრ ქალაქში, მათ შორის ნიუ-იორკში, მთელი უბნები იტალიაში მთელი უბნები ეზოებთან, იქ კვარტლებში, ბლოკებში დგანან ტიპები, უსმენენ რეპს, არის ბირჟები იქ. არა, ეს რას ნიშნავს? ანუ პრობლემა არანაირი არ არის. ბირჟაზე დგომის ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ჩვენთანაც რადგანაც. და როგორ უნდა რადგანაც ნიუ-იორკში გინახავთ, რომ არიან ესენი. მე მინდა უნდა ასე ჩვენთანაც უნდა. ნიუ-იორკშიც იყოს იტალიაში, სხვა ყველგან. მე მგონია, ბირჟაზე უნდა არ დადგება, ამაში არაფერი საპრობლემო. არა, მე მგონია, რომ ჯობია, რომ იმ ადამიანმა გაცილებით უკეთესი პროდუქტი შექმნას. და არ უნდა იმ ვიდრე, არა, შეიძლება არ უნდოდეს, მაგრამ თუ საკმარის პირობებს შევუქმნით ამ ადამიანს, როგორ უნდა შეცვალოთ მენტალიტეტი? არ ვიცი, მე არ ვარ სპეციალისტი მენტალიტეტის შეცვლაში და შენი აზრით რა იგულისხმობ მიშა? არა, ერთი წამი კაცრავად. ალბათ პრეზიდენტმა თავად მე ჯერ იმაზე შევთანხმდეთ, რა მენტალიტეტის შესაძლებელია თუ არ არის შესაძლებელი. საბჭოური მენტალიტეტის შესაძლებელია, ჩემი აზრით. გვაქვს ჩვენ საბჭოური მენტალიტეტი. რითი უნდა შეუძლებელი არ გქონდეს. აი რაში გამოიხატება ჩვენი საბჭოური მენტალიტეტი? აი მაგალითად მე შემიძლია დავსვა შეკითხვა. ერთი წამი გიგამ გვიპასუხოს რა, რაში გამოიხატება ჩვენი საბჭოური მენტალიტეტი? რუსთავი 2-ის არც ერთმა ჟურნალისტმა და არც ერთმა
იქ მომუშავე პირმა არ იცის ვინ არის მისი მფლობელი. არის თუ არა საბჭოეთის გადმონაშთი. დღეს თქვენ გამოგიჭირეს ქართული პარტიის ოფისში საერთოდაც ეროსი კითხვერიშიდან დირექტივების მისაღებად. საბჭოეთის დროს მფლობელი საერთოდ არ არსებობდა ეგეთი. მე მგონი ეხლაც არ არსებობს. აი ხო ალბათ არსებობს. ხო და ერთი მე მგონი არ წამი შეცდომა საბჭოეთის დროს სახელმწიფოა იქაც და აქაც მფლობელი რუსთავი ორის და ჯერ გიგან ცენტრალური ეს არის უნდა ტელევიზია. თქვას რაში გამოიხატება ჩვენი საბჭოური მენტალიტეტი რო ვთქვათ ეს დავაჩამო. საბჭოური მენტალიტეტი ბევრი რაღაცაში ჩანს და გამოიხატება იგივე თუნდაც ჩემი აზრით მიუხედავად იმისა რომ ნიუ-იორკში ზგანან და რეპს მღერიან ადგილობრივი უბნელი ბიჭები ჩვენთან გადმონაშთია ეს საბჭოური მაშინდელი უსაქმურობის მართალია ეხლა გაიხსენებენ ძალიან დასაქმებულია ხალხი საქართველოში ძალიან გაიხსენებენ ძველი თაობის ადამიანები რომ მაშინ არავის არ აჩერებდნენ ქუჩაში და ძალით მიყავდა და ძალით ამუშავებდნო მაგრამ უმუშევრობის დონე ეხლა უფრო მაღალია თუ მაშინ შალვა მოგეცემა საშუალება რომ გასცე პასუხი ეკონომიკა და საქართველოს ხო და რომელია უფრო მაღალი ეკონომიკა გინდა რომელია უფრო მაღალი და რას ნიშნავს რა გეკითხები მარტივად მაშინ ნოსტალგია გაგიჩნდა საბჭოთა არა როცა ლაპარაკობს რომ უმუშევრობაზეო და საბჭოთა გადმონაშთი ყოფილა თურმე უკმად დგომა პირდაპირ შემიძლია გითხრა რომ საბჭოთა კავშირის დროს უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალი იყო ვიდრე ეხლა ამიტომ არ ახარ მართალი დაშვაშია როცა იძახი რომ არა უსაქმურობა არის საბჭოური გადმონაშთი მე რა ვთქვი იმასთან კავშირში არ არის იმიტომ რომ უსაქმურობა ხდებოდა იმ დასაქმებული ადამიანების რიგებშიც რომლებიც იქ თითქოს მუშაობდნენ და ამ დროს შემოგვიყვება ეხლა რა ხდება ეხლა ახლა ვინც მუშაობს და ვინც არ მუშაობს ვიცი საბჭოთა კავშირის დროს ისე მუშაობდნენ და უსაქმურობდნენ ესე რომ ეს ზადლის უსაქმურად მუშაობდნენ არ მუშაობს და ვინც მუშაობს მაგარი ორი ადამიანი ერთად მისვამს კითხვაზე ცალ-ცალკე თუ დამისვამს შევეცდები უფრო კარგად გიპასუხო ერთი წამი გაბნევთ ესე იგი ეს საკითხი რომელზედაც ჩვენ საუბრობდით ანუ უმუშევრობა თუ უსაქმურობა ეს არის ერთ-ერთი საბჭოური მენტალიტეტი კი რა თქმა უნდა იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში არავინ არაფერს არ აკეთებდა და ყველა ეხლა ძალიან მაგრამ მუშაობს შალვა ერთი წუთი თუ შეიძლება არავინ არაფერს არ აკეთებდა ანუ დასაქმების პრობლემა კი არ იდგა რა თქმა უნდა ინსტიტუტს დაამთავრებდა და გაუშვებდნენ სადღაც არავინ არაფერს არ აკეთებდა საერთოდ ვაფშე რა ხდება საერთოდ არა აბა ვინ აკეთებდა უტრირებულია ეს ხო ხდები გასაგებია მარტივ რაღაცა აი ჩემი მშობლები ხო მუშაობდნენ არაფერს არ აკეთებდნენ ახლა სიახლეა შენთვის ის რომ საბჭოთა კავშირის დროს რიგ დაწესებულებებში ადამიანები არაფერს არ აკეთებდნენ გადაღებული ცისფერტები ხო ანუ არაფერს არ აკეთებდნენ დაწესებულებებში საქართველოში მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისში არასოდეს არავინ არ არის ხო მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ანუ არის დაწესებულება საბჭოთა კავშირში საქართველოში ეხლა და იქიდან გამდინარე საუბარი ეხლაც არიან ეხლაც არის იმიტომ რომ ეს თუ მაქვს ჩემი პარტია მე მინდა იქ ადამიანები იმუშავებენ მინდა არ იმუშავებენ ხო მაგრამ უცნაური არ არის როცა სახელმწიფო მასაქმეს და მე არ უმუშაობ მაშინ ეს სხვა პრობლემასთან გვაქვს საქართველოში არის რიგი ორგანიზაციები სადაც არავინ არ მუშაობს მე ეს ერთი და იგივეა ანუ არ არის ეს ანუ უმუშევრობა უსაქმურობა არ არის საბჭოური გადმონაშთი კარგი პასუხი მივიღეთ სხვა მაგალითი გადმონაშთი სწორედ იმას ქვია რომ იქიდან გადმოვიდა და ახლა გძელდება ჩემო კარგი კაცო გიგა საბჭოური გადმონაშთი არის ტოტალური ვერტიკალური კონტროლი ადამიანის მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროზე. ესეთი კონტროლი არის დაწესებული სასამართლოზე. და ის რომ ეს ასეა ადამიანის მოღვაწეობს ან ნებისმიერ კი, სფეროზე. ტოტალური კონტროლი. ეს არის საბჭოური კონტროლი. მე რა თქმა უნდა მაკონტროლებენ იმიტომ, რომ მე არ მქონდა საშუალება, მეკეთებინა ჩემი საქმე მაშინ, როცა მე ეს უნდა მეკეთებინა. ეს როდის? ეხლა ჩემი რესურსი არის შეზღუდული. ანუ არ გაკონტროლებენ. ეხლა ეს არის გათქმევინეთ. მაგრამ არ გაკონტროლებენ. არა, მაკონტროლებენ იმით, რომ იმ კომპანიაში, რომელსაც მე ვმუშაობ, არაძლევენ განვითარების საშუალებას და ეს არის ხელისუფლების დაკვეთით. კონკრეტული მაგალითი გინდა? კონკრეტული მაგალითი არის კომპანია Silknet-ი, რომელსაც სახელისუფლებო შეკვეთის გამო უგრძალავენ საიდან მასწავლება. იმიტომ კი ბატონო, შემიძლია ეგეც გიპასუხო, იმიტომ რომ კომპანია Silknet-ის ხელმძღვანელობას არ ვიცი ადევნებ თუ არა შენ მის განცხადებებს, არ მოუყვანია არც ერთი ლეგალური ჭკუასთან ახლო არგუმენტი იმისა, თუ რატო ართავს მაესტროს და ქონდა წინააღმდეგობით ახსავსე განცხადებები. შესაბამისად საზოგადოების მოთხოვნა უნდა იყოს. არა, ჯერ იძახდნენ რომ ეს არის რომ ტექნიკური პრობლემაა. მე აღმოჩნდა რომ ტექნიკური პრობლემა არ არის. შემდეგ Silknet-ის გადასაწყვეტია, რას გააკეთებს და რა განსხვავებაა. შესაბამისად, ჩემი გადასაწყვეტია. ეს მისი კერძო ბიზნესია. ჩემი გადასაწყვეტია. და უნდა ჩასვამს რომელიმე ჩემი გადასაწყვეტია.
გამოვიტანოთ დასკვნა იმ არგუმენტებიდან გამომდინარე, რომელიც მე მაქვს. ჩემი გადასაწყვეტია. და მაგურების გადასაწყვეტია დაგვეთანხმოს თუ არა, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ. შევთანხმდით ყველა. მაგას ამას თავი ესე იგი გვაკონტროლებენ ყველგან ყველაფერში ამის სასამართლო, საბჭოური სასამართლო იღებდა დირექტივებს კომუნისტური პარტიისგან. ჩვენი სასამართლო იღებს დირექტივებს მიხეილ სააკაშვილისგან. ესეც არ ვიცი რითი მტკიცეთ. შენ გირგულიანის განაჩენი გაქვს საკითხული, სადაც შავი თეთრზე წერია, რომ სტრასბურგის სასამართლო გაოგნებულია იმით, თუ როგორ შეკრა პირი თითქმის ყველა სახელმწიფო ინსტიტუციამ, სასამართლომ, საჯელოსულების დეპარტამენტმა, პოლიციამ და პრეზიდენტმა ერთი ოჯახის წინააღმდეგ. აი ეს წერია, ეს სიტყვა გაოგნება. შესაბამისად, ეს მაძლევს საფუძველს ასეთი გახმაურებული საქმე განმაზოგადო და გითხრა შენ, ჩემო კარდუ, რომ სასამართლო არის მიხეილ სააკაშვილის დიქტატურა. ვინმე გვაგრძელებს ახლა რატო არ გონია ესე? ვთქვით რაღაც გადაცემის თემაზე გვესაუბრა, მაგრამ კარგი გადავიდეთ სასამართლო. კადრს გვიფუჭებ შალვა, როდესაც ზედმეტად მოძრავდა. თუ შეიძლება რომ ცოტა ხანი გავიფუჭებთ. სასამართლოზე, რა თქმა უნდა, ვერ ვიმჟელებთ სასამართლოს მიკერძოებულობაზე, ან თუნდაც იმაზე, რომ ის კონტროლირებადია. ერთ წუთი. თუნდაც ის kontrolირებადია იგი, მხოლოდ ერთი კონკრეტული მაგალითით, ეს შეუძლებელია ამაზე ვიმჟელოთ. რამდენი მაგალითი უნდა იყოს? შალვა, ერთი წუთი დავასრულებინე. ალბათ რაღაც დიდი პროცენტი უნდა იყოს. არ ვიცი 30% საქმეების მოიტანეთ და კი ბატონო 30% საქმეებს მოვიტანო და რა გითხრა რა გაჩვენე რომ მითხრა რომ 30% საქმეებისა შეისწავლე 30% საქმეებისა კი მოგიტან რა თქმა უნდა რა პრობლემაა ხვალ ძვირფასო ადვოკატებო ჩემო კარგებო შენი ტელეფონის ნომერი სამსახურის გამოაცხადე 29 23 99 29 23 99 თუ მე გიყვარვართ ძვირფასო ადვოკატებო სადაც თქვენ ხედავთ პრობლემას იმ სისხლის სამართლის საქმე ის სისხლის სამართლის საქმეები მიუტანეთ აგერ თუ გინდა მე ჩემი კამერები წამოყვებით და დავარწმუნოთ ეს პატიოსანი კაცი რომ სასამართლო არ არის მიკერძოებული კარგი გირგულიანის მაგალითზე გირგულიანის განაჩენზე საუბრობდით არ გაინტერესებს გიგანას საერთის საქმე ამ საკითხზე ერთეულიაო არ საუბრობთ რა თქმა უნდა შევთანხმდით თელი საზოგადოება რომ ეს იყო ცუდი რაღაც მოხდა და ცუდი რაღაც მოხდა არ მოხდა არა როგორ არ მოხდა პრეზიდენტი ჩაერია ჩემო რაღაც მოხდა პრეზიდენტი არ ვიცი რამდენად ჩაერია არ იცი დასმაში რო წერია რომ დაუშვებელია პრეზიდენტის მხრიდან შეწყალება იმ ადამიანების შეიწყალა ხო მე რამდენად ადეკვატურია ქონდა უფლება შეწყალა კანონი დაიღვა ქონდა უფლება შეწყალა მორალური უფლება არ ქონდა გარდა კანონის მიხედვით ქონდა უფლება შეწყალა მორალი არსებობს ჩემო გიგა დაგავიწყდა სიტყვა არ დამოვიწყდა ქონდა კანონის მიხედვით მე არ დამოვიწყდა შალვა რას ნიშნავს მორალი და მაინტერესებს კანონის მიხედვით ქონდა თუ არა ქონდა თუ არა შეწყალის უფლება გაუნახევრა და საერთოდ შეძლო გაეშვა მარტივი კითხვა დავსვი და არ პასუხობდა რაღაც მორალზე მელაპარაკები შენ მე მილიონჯერ კითხვა რომ ქონდა არ გვინდა რა არ გვინდა არ გვინდა მორალზე საუბარია რატო არ გვინდა კაცო არ გვინდა და იმიტომ მოდი არ უნდა ვიხემძღვანელოთ ესეთ საკითხებში თუნდაც მორალური თვალსაზრისით ბევრ რაღაცაში შეიძლება ვიხემძღვანელოთ მაგრამ მოდი გადაცემის თემას რომ დავუბრუნდეთ აუცილებლად დავუბრუნდებით უბრალოდ ამით ამოვწუროთ და შემდეგ რეკლამა უნდა გამოვაცხადოთ გიგა საქმე რომელიც ერთი წამი შალვა ერთი წამი საქმე რომელმაც 2006 წლიდან მოყოლებული საკმაოდ დიდი პროცესები გამოიწვია ქვეყანაში ლამის არის გირგულიანის საქმეს უწოდებენ საწყისად იმ საპროტესტო ტალღისა რომელსაც ვაკურდებით 2006 წლიდან ამ 2006 წლიდან მოყოლებული როდესაც პრეზიდენტმა მორალური პრინციპით არ იხელმძღვანელა დაუშვა და მხოლოდ კანონის პრინციპით იხელმძღვანელა და შეიწყალა ეს ადამიანები არ ბადებს ცოტა კი უხერხულობის მომენტს არა არ ვიცი სიმართლე გითხრა არანაირ უხერხულობის გრძნობას არ ბადებს არანაირ უხერხულობის გრძნობას არ ბადებს ის შემთხვევა როცა კანონის სრული დაცვით რაღაც ხორციელდება ანუ ეს რისი მანიშნებელია შეთვის როცა საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი აპროტესტებს ამ საკითხს პრეზიდენტი მაინც თავისებურად წყვეტს ყველაფერს ხო? ხშირად ხდება სოფლიო პრაქტიკაში ის რომ კანონი მორალს ეწინააღმდეგება. გასაგებია. კი ბატონო. ასე ხდება ძალიან ხშირად. კარგი. მე კანონის დედავატია რომელიც მორალზე ზემოთ სოფლიოში დგას კანონი და კარგი. რა მორალზე ზემოთ შენ კანონს აყენებ? პირადად შენ სოფლიოს დედავატირე პირადად შენ რას აყენებ მაგრამ მე რას ვაყენებ ჩემი მე გეკითხები შენ პირადად შენ მორალს აყენებ მაღლა თუ კანონს გადაცემაში რეკლამის დროა ბატონებო რეკლამის შემდეგ დავუბრუნდეთ პირდაპირ ეთერში გადაცემაში რეკლამის დროა რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით დაგვალოდეს
მივხვდებით არგუმენტებს, თავისუფალი თემა შეიძლება ესე დაერქვას ჩვენი გადაცემის მთავარ თემას. შალვა რამიშვილი გიგანას არის წერენ ჩვენი გადაცემის სტუმრები და თავისუფალი თემის ერთგვარი შეთანხმება გვიკარნახა დღეს გავრცელებულმა ინფორმაციამ პრეზიდენტის სამსახიობო კარიერასთან დაკავშირებით. მოდით ესე ვთქვა. როგორც განხმოვანი. სავარაუდო, რომელიც უარყო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, კი ბატონო, და თემა თვითონ მე როგორც გადაცემის დასაწყისში განვმარტე, საინტერესო იქიდან გამომდინარე გახდა ჩემთვის პირადად როგორც ჟურნალისტისთვის, რომ პრეზიდენტი თუნდაც ეს გადაწყვეტილება არ იყო მოულოდნელი საზოგადოებისთვის და მე გამიჩნდა კითხვა. ჩვენ პრეზიდენტი გვინახავს სხვადასხვა ამპლუაში, გვინახავს მღებავი პრეზიდენტი, მოცურავე პრეზიდენტი, მოსრიალე პრეზიდენტი. რაც არ არის უჩვეულო პრეზიდენტისთვის. კი ბატონო, და აქედან გამომდინარე რა მოხდა მე რომ გამხმოვანებელი და მსახიობი პრეზიდენტი წვეულა. არანაირ პრობლემას არ ხედავ. მიშა უკვე ისე არის, ისე აქვს უკვე ისე მდგომარეობაში რომ ყველა ღვიმეშიც გვინახავს. როგორ მდგომარეობაში რას ნიშნავს მდგომარეობაში? უკვე ეხლა თითქოს დამძიმე დრო უნდა დაიწყოს მისთვის, იმიტომ რომ 2013 წელს იმედია გიგაც არ შემეწინააღმდეგა ამაში რომ მიშა სააკაშვილი უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან. სხვა გზა არ არის. ხო, სხვა გზა არ არის, მაგრამ μας ძალიან უნდა რომ იყოს ამ ხელისუფლებაში, იმიტომ რომ წავიდეს ხელისუფლებიდან, შეიძლება წავიდეს პრეზიდენტობიდან, მაგრამ დარჩეს ხელისუფლებაში. და პრემიერ-მინისტრიც არ უნდა იყოს ჩემი აზრით. თუმცა კანონი არ ირღვევა. უკაცრავად, შეიძლება ამაში არ გეთანხმებოდეს გიგა. კანონი არ ირღვევა. მე რატომღაც მგონია რომ მოთხოვნები რომელთაც გამოდიოდა ხშირად ადამიანები ქუჩებში რომ კანონის უზენაესობა უნდა იყოს, კანონის უზენაესობა უნდა იყოს, კანონის უზენაესობა უნდა იყოს და ამას ყველა ეთანხმებოდა რომ კანონის უზენაესობა უნდა იყოს. რატომღაც შიგადაშიგ ესე მოიხსენება ხოლმე რომ კანონი რადგან არ ირღვევა რაღაც ესეთი ქილიკით და დაცინეთ. თუ კანონის უზენაესობა უნდა იყოს, მოდი ავეწყოთ კანონზე და არა მორალზე, რა თქმა უნდა, მორალის უზენაესობა არსად არა რა მორალის უზენაესობა არბიტრია კონსტიტუციაში არსად რომ მორალი უნდა ეწეროს ხო ეგ აუცილებლად სადმე რომ მორალი კანონის დაარღვევ შეიძლება შემთხვევაში თუ მორალს ეწინააღმდეგება ეს მაინტერესებს ბატონო კანონს დაარღვევ შემთხვევაში თუ ეს მორალს ეწინააღმდეგება რა თქმა უნდა ჩემთან მეგობარი რომ მოვიდეს რომელიც რაღაც დანაშაული ჩაიდინა კანონი მავალდებულებს რომ დავრეკო პოლიციაში და 100 წელი არ დავრეკავ პოლიციაში. დაიჯები მე რე ამას. მოაქვს ხა ეგ კანონი რა მნიშვნელობა კანონს კანონი ხო ესეთი. არა მე პირადად არ დავრეკავ. ჩვენ აი მორალზე გიგა შენი აზრით ხა ეს რაც მე ვთქვი საქართველოში არ არის პოპულარული? რა არ არის პოპულარული? რომ ჩემთან მეგობარი რომ მოვიდეს დამნაშავე შევიფარებ და პოლიციას არ დაურეკავ ეს არის არა ვიცი როგორ შენი აზრით არ ვიცი ექსტორია ჩემთან არ მოსულა არასოდეს მეგობარი როცა მოვა ჩემ მეგობარი რას მეუბნები ის რაც მე ვთქვი შენი აზრით საქართველოში არის პოპულარული თუ არა რომელს გულისხმობ რომ რეკავენ თუ რა არ რეკავენ არა როცა მე ვთქვი რომ ჩემთან თუ მოვიდეს ჩემი ძმაკაც მეგობარი რომელიც არის დამნაშავე და დაიჩაიდინა დანაშაული დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს მე ხო და ვამთავრებ მე არ დავრეკავ იმიტომ რომ ჩემთვის მეგობრობის ვალი გაცილებით უფრო მაღლა დგას ვიდრე კანონი. აი ეს საქართველოში რაც მე არა ალბათ შენი აზრით ალბათ პოპულარული ალბათ და რაც პრობლემაა შენი აზრით? პრობლემაა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კანონი და ეს უნდა შევცვალოთ, ხო? ეს საბჭოური გადმონაშთია თუ არა? რასაც მე ვამბობ. შეიძლება ერთ კითხვაზე გავცემ ჯერ პასუხს, მე მეორე ეს უნდა შევცვალოთ? ერთი წამი გიგისა შალვა. რიგრიგობით რო გავაკეთოთ ეს ამბავი, ხო? უფრო ადვილი იქნება ყველა. ეს როგორ ფიქრობ? არა, საბჭოური მენტალიტეტი არ არის, ეს უფრო ვაჟამ დაწერა უფრო სამხრეთული ტემპერამენტია ალბათ, ვიდრე საბჭოური მენტალიტეტი, ეს სამხრეთულ ქვეყნებში თითქმის ყველგან იგივენაირად ხდება ხოლმე. იგივენაირად ხდება ხოლმე. გეხმარებით ყველანაირად დაასრულოთ აზრი, გისმენთ? ძალიან დიდი საბერძნეთში უკაცრავად, შალვა. საბერძნეთში, ესპანეთში, იტალიაში. არ რეკავენ. არ რეკავენ, ხო, არ რეკავენ. ტეხასშიც ხდება. ცუდი ქვეყანაა საბერძნეთი. ცუდი ქვეყანა არ არის, მაგრამ ცოტა გაუჭირდა ბოლო ხანებში ეკონომიკურად. იმიტომ რომ რეკავენ ხოლმე. არა, მაგიტომ არა. გისმენთ გიგა? თუ უნდა ბატონ შალვა. არა. ჩემ მაგერათაც ილაპარაკე. არა, გისმენთ. ეს არის მენტალიტეტის ერთი ნაწილი. ეს არის მენტალიტეტის ერთი ნაწილი, ოღონდ ეს არ არის საბჭოთა მენტალიტეტი, რა თქმა უნდა. თუმცა საბჭოთა ეგეც უნდა შევცვალოთ. თუმცა ერთი წუთით, თუმცა საბჭოთა გავლენა ამასაც დაასვა, მაშინ როცა მილიცია, მაშინდელი პოლიციის შემცვლელი აღიქმებოდა მტრული სახელმწიფოს ძალებად ჩვენთვის და არა სახელმწიფოს ნაწილად. მაშინ ეს ძალიან ადვილი გასაკეთებელი იყო და ანუ კანონის არ დაცვა
უფრო გმირობად აღიქმებოდა, რაც ახლა გონია შალვას რომ ეს არის გმირობა, კანონს თუ არ დაიცავ. სულაც არ არის. როგორ არ არის გმირობა? შენ კანონს არ დაიცავ და ციხეში ჩაჯდები. შენ ჩემს მაგივრად, რატო ლაპარაკობ ჩემს მაგივრად ნახევარი საათია. რაღაცა მეც ვიცი. მე მაქვს უფლება და შენ არა. კანონი მაქვს ეგეთ დავწერე ეგეთ. რატო ვინ გასაზრდა უფლება? მაჩვენე კანონი. შენ რატო იძახი რომ მე ამას ვთვლი გმირობად? არ ვიცი, მე ეს ჩავწალე რომ ძალიან ესეთი ამაყი სახით განაცხადე რომ მე ესე გავაკეთე და ამის გამო ციხეში ჩავჯდები. ეგ არის ნორმა არ არის. ნორმა არის კანონი. შალვა, რა. ნორმა ის არის რომ ძმაკაცი რომ მოვა გიგა. ნორმა არის კანონი. შას ბავშვობაში ვერ გასწავლეს. შეიძლება. არა, მე რა მასწავლეს ბავშვობაში. ვერ გასწავლეს. არა, რა იცი შენ რა მასწავლეს. ხო და ვერ გასწავლეს. არა, რა იცი შენ მე რამე ვთქვი, ჩემი აზრი დავაფიქსირე ამასთან დაკავშირებით. არა, შენ მე დავრეკავ, არ დავრეკავ თქვი. დარეკავ თუ არ დარეკავ? ხო და ჯერ მკითხე და მე გამოდი ჩემ ბავშვობაში რა მასწავლე. შენ თქვი რომ კანონის უზენაესობა არის ნორმა. კანონის უზენაესობა არის ნორმა. შესაბამისად არ მოგეწონა ის რომ არ მოწონს, მაგრამ მე რას გავაკეთებდი? მოდი რას აი უყურე, ძვირფასტელი მაყურებლებო, ძვირფასტელი შალვა, ეს შენი გადაცემა არ არის ძალიან ხო? გიგას მეგობრებო, რამეს თუ ჩაიდეთ არ მიხვიდეთ ვინ არ არის საჭირო. ერთი როგორც კი შენთან გადაცემაში მოვხვდები და ვერ მოვხვდები, რა თქმა უნდა. რატო ვერ მოხვდები? ვინ გითხრა? აი, წინასწარ ესე იბევე? კი. მაშინ ვილაპარაკოთ ამ თემაზე. გინდა ჩემ გადაცემაში? არა. აბა რატო? ჩალეჩო, არაო და. ვერ გავიგე, გინდა თუ არ გინდა? ერთი წამი კანონზე როცა რაზე ვსაუბრობ. გადაცემა? ერთი წუთით, კანონი, ერთი წუთით ჩალვა. კანონი თუ უნდა დაიცვას ყველამ, ხო? შენ ამბობ, რომ კანონის წინაშე უნდა იყოს ყველა პასუხისმგებელი. იქნება ეს ჩინომიკი, იქნება ეს რიგითი მოხელე. იგივე გირგვლიანის განაჩენში წერია, რომ კანონი ირღვევა, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურები არიან მიკერძოებულები ამ ფაქტის გამოძიებაში. როგორ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ და იძიებენ საქმეს, ისინი არ ღვევენ. კანონის, ანუ კანონი არ იღებენ, აყალბებენ ოქმებს, აყალბებენ. ანუ რა მოხდა ახლა? რომელიც ჩაწერილია განაჩენში. ისევ გადავედით იმ საკითხზე, რომელიც გადაცემა საერთოდ არ არის. კანონი უნდა იყოს თანაბარი ყველასთვის თუ არა. გადაცემა თავისუფალი თემა არ არის, მე სხვა რაღაცა. თავისუფალი თემაა თქვა. მე გაიგო ნელ-ნელა. მაგრამ სხვა რაღაცას ვამბობ. იგივე ეს საკითხის პრეზიდენტს უკავშირდება გიგა. რა უკავშირდება პრეზიდენტს? სწორედ გირგვლიანის საქმეც. არ ვიცი, ამდენად პრეზიდენტს უკავშირდება. იქ აი მოგფშიც არსად არ წერია, მე მგონი რომ პრეზიდენტმა დარეკა და წერია. იქ არის რომ სასამართლო გაოგნებულია იმით, რომ თითქმის ყველა ინსტიტუცია, მათ შორის პრეზიდენტი, კი წერია, რა თქმა უნდა, როცა მე წავიკითხე და მე მგონი არის. არა, წერია პრეზიდენტთან დაკავშირებით. შეწყალებასთან დაკავშირებით წერია. ანუ ის რაც შენ შეწყალება აბსოლუტურად კანონიერად იყო, ამას შევთანხმდით, მაგრამ ამორალური საშინელი საქციელი როგორც არა, რატო ირონიზირებ? ესე წერია ევროსასამართლო. ამორალური საქციელი იყო. ცოტა გაოგნება შეიძლება გაგიფატოს. მოვჩეთ გირგვლიანის თემაზე საუბარ ძალიან გთხოვთ, იქიდან გამომდინარე რომ ეს თემა არა მოიწურება. დავუბრუნდეთ ისევ პრეზიდენტის დღევანდელ პრეზიდენტთან ერთი წუთით პრეზიდენტთან გავრცელებულ ინფორმაციას. მე მაინტერესებს შენ არ გაგიკვირდა და არ გაუკვირდა საზოგადოებასაც, ხო? შენ დიდნაწილს რატომ? სააკაშვილიდან ყველაფერი არის უკვე მოსალოდნელი. რას ნიშნავს ყველაფერი არის მოსალოდნელი? იმიტომ რომ არაორდინალური საქციელების მთელი კასკადი განახორციელა, ლექსიკა აქვს საოცრად გაუხვეწავი. ვერონიკა ქობალიას დიდი კბილები აქვს. არ წვის ამ ვერონიკა ქობალიას და ხო, დიდი კბილები აქვს. დიდი კბილები იგულისხმება, რომ ფიზიოლოგიურად მართლა დიდი კბილები აქვს. არა, ხო, არა, რა თქმა უნდა, მან ვირტუალური კბილები იგულისხმა, ხო, მაგრამ მან პირდაპირ აი ეს სიტყვაზე თქვა, რომ სანდომიანი სახი აქვს, მაგრამ დიდი კბილები აქვს, ხო. მე რა პრობლემაა ამაში, რა ხედავ შენ? საერთოდ ზოგადად უჩვეულოა, როდესაც შენ გინდა, საერთოდ ეგრეა, საქართველოში კი არა, ყველგან ალბათ მიღებული, რომ აი გიგაც არიხუმრებს ესე, მეგობარ გოგონაზე, რომ ეთერში არ იტყვის, რომ ვიღაცა ნათია შენ დიდი კბილები გაქვს არ იტყვის, ხო? მაგრამ კაი, მაგას თავი დავამატე. ანუ სააკაშვილი არის დევიანტური ტიპი, არაორდინალური ტიპია. ახასიათებს ისეთი რაღაცები, რასაც ჩვეულებრივ ადამიანები არ აკეთებენ, მაგალითად უწმაწურად საუბრობს ეთერში, ხორცის გროვებს, ხორცის ნაჭრებს, ჩმორებს ეძახის, გაფარჩაკებულებს ეძახის. ხალხ ზოგადად არის ექსცენტრიული, კაი, ბილად ვიტყვი, ამაში დამეთანხმება ისა კარდურო, ეს არის ექსცენტრიული პირი, ხო? ექსცენტრული პირისგან, ხო? ყველაფერი არის მოსალოდნელი. აი, ყველაფერში რას გულისხმობ? ნუ, გახმოვანება. შეიძლება მოულოდნელად ფილმი გაახმოვანოს. ხო, ექსცენტრული ფილმი, არ მოგვეჭირება. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, მე მიშასთან მიმუშავია, ვიცი, მისი არტისტული შესაძლებლობები და დაახლოებით ცეკვა რო გვინახავს. არა, ძალიან ცუდი.
ძალიან ცუდი მსახიობია, მაგრამ შეუძლია როლში შესვლა, ტირილი შეუძლია ხანდახან. բայց სული მსახიობი თუ არის, როგორ შეუძლია როლში? შეუძლია, როცა უჭირს ძალიან, კონცენტრირება შეუძლია. არ ამგონია ეხლა რომ ის დრო ედგას, არ უჭირს ძალიან მიშას. მისი აზრით არ უჭირს. შესაბამისად, თუ დაუბრუნდებით შენ შეკითხვას, ხო? ყველაფერი არის მიშასგან მოსალოდნელი. კარგი, გიგა. დიახ. შენ თუ იცნობ პრეზიდენტის მსახიობურ შესაძლებლობებს? არა, არ მინახავს არც სცენაზე და არც მოცეკვავე პრეზიდენტი არ მინახავს? კი, მინახავს მაგრამ მსახიობთან. მსახიობასთან არ შეიძლება კარგი მსახიობი იყო და ცუდად ცეკვავდა, რაკავშირში მსახიობასთან. მაგრამ მე არ ვიცი, ცუდ მსახიობს კარგად როლში შესვლა არასოდეს არ შეუძლია ხოლმე. ამიტომ ან კარგი მსახიობი უნდა იყოს, ან როლში არ შედის და გულწრფელია. აქ ორიდან ერთია ხოლმე, როგორც წესი. და შესაბამისად რომ გავიგე მისი გახმოვანების შესახებ, ჩავთვალე რომ არ უნდა იყოს ეს მართალი. მაგრამ არ არის მისთვის დამახასიათებელი ისეთი რამ? რა თქმა უნდა, არ არის მისთვის ასეთი რამ დამახასიათებელი და არ არის არაორდინალური. მალევე დადასტურდა. არაორდინალური შეიძლება არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის ყველაფერს არაორდინალური ადამიანები ყველაფერს არ აკეთებენ. რატო შეხო თქვი რომ ამ შემთხვევაში არაფერ პრობლემას არ წარმოადგენს, თუნდაც რომ არ დავიღუპებით იმით რომ რა თქმა უნდა არ დავიღუპებოდით, მაგრამ ეხლა ჩათვალა ეს ადამიანი მისი პიროვნებიდან გავუდგა, თulis რომ ეს მისთვის ზედმეტი იქნებოდა და არ უნდა გაეკეთებინა და ამას მივხვდი და მალევე დადასტურდა, როგორც ცოტა ხანში გაირკვა, გამოვიდნენ და განცხადება გააკეთა. ეგ მე მგონი. კარგით, ესე იგი მე მგონი აპირებდა თუ არ აპირებდა, არ ვიცი მიხეილ სააკაშვილი ფილმის გახმოვანებას, მაგრამ ჩვენი ბრძოლების შემდეგ თუ მას ეკნა შესაძლებლობა რომ ნახოს ჩვენი გადაცემა, არ ვიცი. დაინტერესდება, შეიძლება დაინტერესდეს კიდევაც. გიბზე გაახმოვან. შეიძლება ცადოს. და ჩემი სტუმრების თანხმდებიან რომ ამაში ტრაგიკული არაფერია. ტრაგიკული რა, ტრაგიკული. გადაცემის დასკვნით ნაწილში მე კიდევ ერთი საკითხი, რადგანაც შალვარამიშვილი დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია, დღეს ის კამერებმა ერთ-ერთმა კამერამ დააფიქსირა, კი ბატონო, ITV-ის კამერამ დააფიქსირა ქართული პარტიის ოფისში, საინტერესოა რა უნდოდა შალვარამიშვილის ქართული პარტიის ოფისში, ეს კითხვა არა მარტო ITV ჟურნალისტს გაუჩნდა, არამედ გიგანა სარიძესაც. მოდით გადაცემის დასკვნით ნაწილში ვისაუბროთ ამ თემაზე, დაგველოდოთ რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით. მაშასე თქვენ უყურებთ არგუმენტებს შალვარამიშვილი გიგანა სარიძე ჩვენი გადაცემის სტუმრები დღეს თუ კი შალვარამიშვილის გადაცემას დავესესხებით უნაკლო პრეზიდენტის მრავალ მხრივ პროფილზე ვსაუბრობდით და არ შეიძლება გვერდი ავუოროთ იმ თემასაც რომელიც დღეს გავრცელდა ინტერნეტ ტელევიზიის მეშვეობით შალვა რა გინდოდა ქართული პარტიის ოფისში? ჯერ ისტორია მოუყვეთ. რა იყო, რა მოხდა? გიგანა სარიძეს დაინტერესდა ხო ამ საკითხზე? ხო, შეუძლებელი არ დაინტერესდა. შენ აი რა ადამიანი, ჟურნალისტი მივიდა ოპოზიციურ პარტიაში. ხა შალვას რო ენახო თქვა რუსთავიორის რომელიმე ჟურნალისტი მიდის რომელიღაც ოპოზიციურ პარტიაში ისე. ნაციონალური მოძრაობის. არა მარტო ოპოზიციურში მე. რა, ჟურნალისტი ხო დაინტერესდებოდი რატომ? არა, არ დაინტერესდებოდი. ყოველ შემთხვევაში აი კამერით გახარ და არ კითხავდი რომ აი რა რატომ მოგვიდი ის. ხო კითხავდი. გეტყვია რა შესაძლოა. ესე იგი ვიყავი ლეხანოვზე, მე არ ვიცი ახლა რატო უნდა მოუყვე იმ ასე დაწვრილებით, მაგრამ ნუ სავსებით ნორმალურად მიმაჩნია რომ ჟურნალისტი უნდა რა თქმა უნდა მივიდეს ბევრგან და ჩემ გადაცემაში თითქმის ყველა გადაცემაში რომელიღაც ოპოზიციური პარტიის წევრებს ვაკითხავ ოფისებში. საიდან დაასკვნა ჟურნალისტმა ITV ჟურნალისტმა კამერებით არ ვიყავი, ახლა შეიძლება იმ მომენტში არ ვიყავი კამერებით, მაგრამ ზევით მელოდებოდნენ კამერები. კამერები გელოდებოდნენ ზევით? ხო, მაგრამ არ მელოდებოდნენ, მაგრამ ნუ ეს არ ვიკითხავს. გელოდებოდნენ თუ არ გელოდებოდნენ? არა, მას უნდა ეკითხა. შეიძლება მელოდებოდნენ. მას უნდა ეკითხა, ხარ თუ არა კამერებით მოსული. ეს უნდა დაეზუსტებინა რა, იმიტომ რომ სავსებით შესაძლებელია რომ კამერები დამლოდებოდა, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ. ესე იგი ორ შაბათს ძირფას ტელემაყურებელს 19 საათზე უყურეთ გადაცემას სუბიექტური აზრი, რომელიც გავა ამ ეთერში და ჩვენი პირველი სტუმარი იქნება სოზარ სუბარი. ამის გამო, სოზარ სუბარი ხვალ და ზეგ მიდის ბათუმში. ტელეფონით ვერ დაუკავშირდებოდი სოზარ სუბარი მიდის ხვალ და ზეგ ბათუმში და სოზარი იცით რომ რაღაცა პერედელკებში მომენტებით რუსულისთვის გაეხვა. და ნუ იქ საჭირო იყო რაღაც გარკვეული წინასწარი საუბარი რომ რა აინტერესებდა რანაირი გადაცემა რა არის სენსიტიურია ასეთი გადაცემებისთვის და მე ვიყავი იქ გახლდით და ნუ მივედი რომ რაღაც მეთქვა რომ მოდი დამეკერა ასე თქვა გადაცემაში მოსვლისთვის და სანამ მივიდოდი რა თქმა უნდა შემნიშნე ჟურნალისტთა ჯგუფი მაგრამ მე პირადად არანაირად არ მიმაჩნია საჭიროდ რომ სპეციალურად დავემალო ვიღაცეებს რომ რამე არ იფიქრონ
და ამის გამო არ მივიდე სადღაც. შემდეგ შემხვდა ეს ჟურნალისტი და მეკითხება, სად მიდიხარო და მე გავიხუმრე, ვთქვი რომ კი, მე მინდოდა ეროსი კიცმარიშვილთან ინსტრუქციების მისაღებად და იმდენი იუმორიზმობა არ ეყოთ ამ ძვირფას კაპანაძის ქვეშემდომს უკაცრავად რა შუაში იუმორის გზნობა არ ეყოთ, რასაც ეუბნები ის მიიღო რომ მაგრამ ეს იყო შეიძლება საერთოდ არ აკითხავს ამას იუმორად ადამიანს. ხო, ეს მისი პრობლემაა რა. ჩემი აზრით ეს არის ხუმრობა, შეიძლება ყველაზე მოსწრებული ხუმრობა არ არის, მაგრამ ნათელია რომ თუ იმისგან მე ინსტრუქციებს ვიღებ, ასე ღია და აშკარად არ მივიღებ, ხო? კარგი. შესაბამისად ეს იყო რა მთელი ისტორია. გიგასაც ქონდა კითხვა და მიიღო პასუხი? კი, რა თქმა უნდა, შენი. ანუ არანაირი პრობლემა არ ამომწურავი პასუხი. არ, მე პრობლემა არც მანამდე მეგონა რომ იყო უბრალოდ და მაინტერესა ეს ცნობილი ჟურნალისტი მიდის ოპოზიციური პარტიის. არ ამგონია გიგას ეხლა მართლაც ეხლა იქ რაღაცა აქვს იუმორიზმობა, ვიცნობ ხა რა და იუმორიზმობა გიგანასარიძეს აქვს ITV-ზე მეტად ეს არ არის კომპლიმენტი სხვა შორის მე ვის გადარეკოიც ხო და ნუ რაღაცათანი გაუცელებია დრონი ჯირო არის საიტი სასწრაფო ცნობა პირველ გვერდზე ნუ ქაჯობა ხა რატოა ქაჯობა კაცო არ არის არ ვიცი არ არის ეს საინტერესო საინტერესო არის მაგრამ ქაჯობაო სხვა რაღაცაზე ამბობს მე მგონი ეს ხო აი სასწრაფო ცნობა პირველ გვერდზე ესე იგი იყო პირველ გვერდზე იყო არ დაინტერესდებოდი გულწრფელად ამბობ რომ არ დაინტერესდებოდი გულწრფელად ამბობ რომ არ დაინტერესდებოდი შევეკითხებოდი მაგრამ როცა ესეთ იუმორისტულ პასუხს მივიღებდი ხა არასერიოზულად აღიქვამდი ამას. არასერიოზულად აღიქვამდი ამას და არ მივცემდი პირველ გვერდზე რომ აი გამოვიჭირე და თვითონ ამას ამბობს და რაღაცა. რატო? აი რატო კაცო იუმორია ეს. კარგი, გასაგებია ჩვენი გადაცემის დასკვნითი ჩვენი გადაცემის თავარი თემა რომ შევაჯამოთ. შეჯამებისას მინდა თქვა რომ გიგას მაკაცებო რამეს თუ ჩაიდენთ მოდით ჩემთან ეს არ არის ჩვენი გადაცემის თავარი. მე არ გაგცემ გიგა დარეკავს 0-22-ში. ეგ არის შეჯამები. არ გაუცია ამ კითხვაზე პასუხი შალვა. აი ნუ დაახლოებით ვიცი განწყობა უკვე. შალვა არის ენერგიით ახსოვსე და ჩემს მაგირათას თვითონ ლაპარაკობს, თავის მაგირათას თვითონ ლაპარაკობს და შენს მაგირათას კითხავს მისვავს. იცი ვაფშე წადით აქედან მე დავიყვან გადაცემას. ეგ შეიძლება, ჩვენ შეიძლება დავტოვოთ თავისუფლად და გაგრძელდება გადაცემა უნაკლოდ. გადაცემის საყვანი საშუალება მას მიეცემა ორშაბათიდან ისე სოზარ სუპერთან თემებსაც ათანხმებდი შალვა? არა, რა თქმა უნდა არა. აბა რატომ მიხვედი? აი მართლა ისე უნდა დაუბრუნდე. დასაკერად. დასტიშდებს დასაკერად. ალბათ უთხრა რომ მოსაშვილი არ იქნება და არ გესწრებოდ. მოსაწევად, ხო? მოსაწევად, დასაკერად. მოდი. 21 საუკუნეში არსებობს ესეთი საშუალება, მობილური ტელეფონი. ნუ იქ ვიყავი და გავიარე. არ ვთვლი საჭიროდ რომ დავემალო ვიღაცეებს და როცა არის საშუალება პირადად დავკერო ადამიანი მობილურით და სხვა რაღაცებით ველაპარაკო. ამაში პრობლემას მე ვერ ვხედავ. სხვასტუმრებთანაც ესეიული ამ შემთხვევაში. თუ საჭირო იქნება, რა თქმა უნდა, მე ჩემი გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე აკრედიტაციის გარეშე გულისხმობ როცა მივალ რომელიმე პარტიის ლიდერთან მე და ნათიას მოლაპარაკებული გვაქვს თუ ნათიასთან სტუმრად თავის რადიო გადაცემაში იქნება სტუმარი რომელიც მისთვის იქნება საინტერესო ამ გადაცემისთვის უკვე ნათია თვითონ იქ დაელაპარაკება მას მე ჩემი ასე ვთქვათ გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე თუ იმე წავაწყდები და თუ საინტერესო იქნება მივალ და დაველაპარაკები ვერ ხედავ მე ვცხოვრობ ისე როგორც ვცხოვრობდი მივალ იმ პარტიაში სადაც მინდა რომ მივიდე დაველაპარაკები იმას და ესე რომ ვთქვათ შენი სიტყვა რომ გამოვიყენოთ დაკერავ ნაციონალებს რომ მოვიდნენ ნაციონალებთან პარტიაში მე ვერ მივდივარ უკვე ჩემო ძირფასო ტელემაყურებელო რადგან იქ დააყენეს დაცვა და სათოფეზე აღარ მიყარი კარგი შალვამ თავისი დასკვნა გამოიტანა ამ გადაცემიდან გიგანასარიძის დასკვნა მაინტერესებს გარდა იმისა რომ 0-22-ში არ დარეკავს როგორც შალვამ გამოიტანა ხო შალვას ვერსია და საინტერესო იყო რა თქმა უნდა მაგრამ სხვა გადაცემის თემა აბსოლუტურად სხვა იყო ანუ ელოდა თუ არა საზოგადოება და არის თუ არა მიშა გაუკვირდა თუ არა საზოგადოებას და მისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ თუ არა და არა მისგან ყველაფერს ველოდოთ თუ არა ეს უკვე შალვას ვერსიაა შალვას ვერსია იყო კი მაგას მე არ ცდილობ რომ თქვენ მოგაკეროთ ეს ვერსია მისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ თუ არა და ჩემი აზრით საქართველოს პრეზიდენტი არის აბსოლუტურად შეერაცხადი ადამიანი მისგან ყველაფერს ცუც ყოველ შემთხვევაში არ უნდა ველოდოთ. ზოგიერთ ცუც უნდა ველოდოთ? ზოგიერთ ცუც ყველა ადამიანს უნდა ველოდოთ. მათ შორის სააკაშვილთან ელოდები შენ ზოგიერთ ცუც რაღაცას? კი. რას? არ ვიცი. რას არ ვიცი, ის მოულოდა. და მე ფორუმში იქნება თემა კარდუ ზოგიერთ ცუც რაღაცას ელოდება მიშასგან. მე არა, ეხლა უკვე მე უკვე არის. კარგით, ესე იგი
მოდით ესე ვთქვათ, მაინც არ ვიცი რაზე შევთანხმდით გადაცემის ვერაფერზე ვერ შევთანხმდით. გადაცემის ბოლოს მე ერთი რამე გავარკვიო, რომ საზოგადოების ნაწილს არ გაკვირვებია. ნაწილს გაუკვირდა. როგორც ხდება ხოლმე ძირითად საზოგადოებაში. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. ეს თავისუფალი თემა, რომ ესეც საინტერესოდ განიხილეთ ჩვენს გადაცემაში, აუცილებლად ჩავა. შალვა რამიშვილი, გიგა ნასარიძე ჩვენი გადაცემის სტუმრებით. მადლობთ იმისთვის, რომ მობძადით და მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. ზუსტად 9 საათზე თქვენ გელოდებათ მაესტრო სახელი ამბელი მაკაცინძაძესთან ერთად. 10 საათზე პირდაპირ საუბარი და ეკაბერძის სტუმარი იქნება ლევან გაჩეჩილაძე. ორ შაბათამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.